რეალობამ საქართველოსთვის ევროკავშირმა კარები გააღო და გვითხრეს, რომ ჩვენ ევროპაში გველოდებიან, რას ნიშნავს ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველო არის, რომელიც ოკუპაციის პირობებში იმყოფება და რომლის არაერთი თაობა იბრძოდა სწორედ ევროპისთვის, ასეთი დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან. უпрост ყოვლისა ეს არის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ რეალიზდეს ჩვენი ისტორიული მისწრაფება ევროპის ნაწილი ვიყოთ ყოველთვის და მათ შორის ფორმალურადაც ვიყოთ ევროპის ნაწილი სტრუქტურული გარკვევით. ეს არის რეალიზება იმ იდეების და ოცნებების, რომელიც ჰქონდა ფარსმან ქველს, სულხან საბას, ილია ჭავჭავაძეს 9 აპრილის გმირებს. ყველა ეს იდეა რეალიზდება იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, იქამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა არის, თუმცა ეს არის პირველი მომენტი, როდესაც შეუქცევადი იქნება აბსოლუტურად ეს პროცესი კანდიდატის სტატუსის მონიჭებით. ჩვენ გვითხრეს ევროპაში, რომ ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით და გვითხრეს ისიც, რომ ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება. ამ კონტექსტში ხაზგასმა მოხდა განსაკუთრებით პოლარიზაციის, რომელიც ქვეყანაში არსებობს, იყო პირველი რეკომენდაცია 12 რეკომენდაციიდან, თუმცა ეს რეკომენდაცია დარჩათ. აი ახლა, როდესაც ისევ ითხოვენ, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, პოლარიზაციის დაძლევა, თქვენს პასუხისმგებლობას რა ნაწილში ხედავთ? ჩვენი პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა არის იმაში, რომ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას. დღეს ევროპული ლოკომოტივი, ასე ვთქვათ, რომელიც საქართველოსთან მიისწრაფებს ევროპაში, უკვე ყარად დადგა თავის ლიანდაგზე და ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა იყოს ამ მოგზაურობის მონაწილე. ამიტომ ყველასთვის ეს კარი ღია არის, მათ შორის შარშან, როდესაც ჩვენ მოგვეცა 12 რეკომენდაცია, გახსოვთ, რომ 9 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პარლამენტში, იმისთვის, რომ ღია მუშაობა ყოფილიყო ყველა საკითხთან დაკავშირებით, წინასწარი შედეგების დათქმის გარეშე ყოფილიყო თანამშრომლობითი მუშაობა როგორც ოპოზიციასთან, ისე დაინტერესებულ ინტერესთა ჯგუფებთან. სამწუხაროდ ეს შესაძლებლობა ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა არ გამოიყენა და მოსახლეობას ახსოვს, რომ მაშინ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას, შემდეგ სცადეს პარალელური პროცესების დაწყება და რაღაც ინიციატივების განვითარება. საბოლოო ჯამში შევხედეთ ჩვენ, რომ მათი გზა იყო მცდარი. ამ გზას მიუყავდით რადიკალიზაციისკენ. იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად გააცნობიერებს ოპოზიცია, რომ შეუძლებელია ასე ღიად იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ახლა მაინც გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ არ ჩამორჩეს იმ ევროპულ მატარებელს, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა არის და სწორედ აი ამ მიმართულებით მიემგზავრება. თქვენ ევროპული მატარებელი ახსენეთ და ევროპიდან გვითხრეს, რომ მნიშვნელოვანი არის ერთობა ოპოზიციის და ხელისუფლების, მაშინ როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. თქვენ საუბრობთ ოპოზიციასთან მიმართებაში, თქვენი არგუმენტები გაქვთ, მათ თავიანთი არგუმენტები აქვს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებაში. ვინაიდან პასუხისმგებლობის ტვირთი თქვენზე არის ამ პროცესში, ველოდოთ რაიმე ახალ შეთავაზებას? რთულია კონდეს იმის იმედი, რომ ყველაფერში თანხმობა იქნება. თავი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ყველაფერზე თანხმდებოდეს, არამედ თავი მიზანი არის ის, რომ ყველა შეეცდოს განსხვავებული აზრის დადება მაგიდაზე განსახილველად და ყველა იყოს კეთილსინდისიერი არგუმენტების გაცვლაში და ბოლოს ხალხმა გადაწყვიტოს რა არის სწორი და რა არის არასწორი. და ვფიქრობ ეს პროცესი იყო, რასაც ჩვენ ყოველთვის თავაზობდით და სადაც არის ჩვენი მთავარი სიძლიერე არგუმენტების წარმოდგენა და სამწუხაროდ სწორედ აი ეს ამ პროცესს არ ახვა ოპოზიცია. და ნაცვლად საგნობრივი დისკუსიისა შემოგთავაზა რადიკალიზაცია და რაღაც ხანდახან მათ შორის ექსტრემისტული ნოტებით. აქედან გამომდინარე მე რთულია განჭვიტო წინასწარ, რამდენად გამოიყენებს მეორე შანსს ოპოზიცია იმისთვის, რომ ჩადგეს ქვეყნის სამსახურში, თუმცა ეს შანსი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მიცემული, რომ იყვნენ კონსტრუქციული დიალოგის ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი მაინც ამ პროცესში არის ახლა 2024 წელი, როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები და ითქვა, რომ უნდა იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე. ოპოზიციამ ამ ნაწილში თქვა ასეთი რამე, რომ ახლა ევროკავშირთან დაახლოების გზა გადის სწორედ ამ არჩევნებზე. ისინი არჩევნებს უკავშირებენ ამ გზის ბოლომდე მიყვანას.
თქვენც ასე გაიგეთ გზავნილი როგორც მათ? ჩვენს ინტერესში არის, ქართველი ხალხის ინტერესში, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს იმგვარი, რომელიც სწორ პოლიტიკურ პრიორიტეტებს დაუსახავს ქვეყანას შედეგი 4 წლისთვის და მეორე, არავის არ მისცემს საშუალებას, რომ რადიკალური დღის წესრიგი დამკვიდრებას სცადოს, როგორც ეს სცადეს 2020 წელს, როდესაც სიყალბით, ტყუილით, манипуляციით თითქმის 1 წელი აჯანჯღალებდნენ ქვეყანას, იმით რომ ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს, უარს ეუბნებოდნენ საკუთარვე ამომრჩევლებს, რომ მათი მანდატი წარმოედგინათ პარლამენტში. ამიტომ მე იმედი მაქვს და ეს არის მთავარი ამოცანა ახლა ჩვენი, მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგების, რომ იმუშაონ ოპოზიციასთან, რომ ისინი მომწიფდნენ 2024 წლის არჩევნებისთვის, რომ ერთის მხრივ წინასაარჩევნო გარემო იყოს საგნობრივ დისკუსიაზე დამყარებული და არა იმაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ ოპოზიციისგან. კიდევ ერთი დათქმა ეხება იმას, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან პროცენტული მაჩვენებელი დაკლებული არის საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, 60% იყო უკითხეს ევროკომისიაში და ახლა ეს არის 53%. საზოგადოების ერთ ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო პრიორიტეტებში არის აცდენა საქართველოსა და ევროპულ პოლიტიკას შორის. შეგიძლიათ განმარტოთ, რა იგულისხმება, როდესაც ევროპა გვეუბნება, რომ შემცირებული არის პროცენტული მაჩვენებელი. არანაირი აცდენა საგარეო პოლიტიკის მხრივ არ არსებობს. სხვაობა არის შემდეგში. ევროკავშირს აქვს დაახლოებით 120 გადაწყვეტილება, განცხადება მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელოვან საკითხებზე. საიდანაც ჩვენ დაახლოებით ნახევარს დღეის მდგომარეობით უკვე მივუერთეთ. ჩვენ გვქონდა ეტაპი, განსაკუთრებით შარშან წლის ბოლოს დასაწყისში, როდესაც ეს მიერთების მაჩვენებელი იყო დაბალი. ესეც განპირობებული იყო იმით იყო, რომ სოფლიოში ძალიან турბულენტური პროცესები მიდიოდა, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა წინ დახედულად ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას. დღევანდელი მდგომარეობით ნახევარი არის უკვე გაზიარებული ჩვენი მხრიდან, დაახლოებით 40% ამ განცხადებებისა, რომელიდანაც უმეტესობა ეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, პერსონალურს, ასევე ეხება ზოგ ჩვენს მეზობელ ქვეყანას და ეხება ქვეყნებს, რომლებიც არიან მოწყვლადი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მხრივ, მცირე ქვეყნები სხვადასხვა კონტინენტზე, რომელთაც რუსეთი მუშაობს, რომ მათ აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვდივართ უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესიდან. ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც სულად ეთანხმება და გვეთანხმება მაშინ ევროკავშირი, არის, რომ ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. ეს არ გადაიხედება? თავისთავად არ გადაიხედება. არ აწესებთ რატომ? როცა დანარჩენი ცივილიზებული სამყარო აწესებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც განსხვავებით, აი ამ ცივილიზებული სამყაროს, რასაც ეძახით, ასე ვთქვათ, განსხვავებით ამ ქვეყნებისგან, ჩვენ არ გვიცავს ნატოს ატომური ქოლგა. ამ ქვეყნებს იცავს, ისინი დაცულები არიან. ჩვენ არ ვიცავს არავინ. არ არსებობს არც ერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ მხოლოდ ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული უსაფრთხოების მხრივ. განსხვავებით აი ამ ყველა ქვეყნისგან, მათი უმეტესობისგან, ჩვენ არ გვიცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. ამიტომ თუ კი მათ შეექმნათ პრობლემა ენერგორესურსებზე რუსეთიდან, ხორბლის თუ ასე მიწოდება, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, სუბსიდირება არის, რომელიც საერთო კალათიდან ნაწილდება სხვა ქვეყნებზე. ჩვენს მიმართ ასეთი ვალდებულება ევროკავშირს არ აქვს. აქაც ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული. და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ ქვეყნებს შორის, რომელსაც ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში იმყოფება რუსეთის რეგულარული არმია და მთავარი ავტობანიდან, სხვათა შორის იმ შუა დერაფნის ავტობანიდან 500 მეტრში არის განთავსებული რუსული რეგულარული არმია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩვენი მოქალაქე მოგვიკლა. სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მიცემთ თავს უფლებას, რომ გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა. ამას არ აკეთებს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი, ისინი მათ შორის სანქციების გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის შედარებას აკეთებენ, რა შედეგი მოყვება სანქციას. გვახსოვს მაგალითად იერაღის მიწოდებაზე, რამდენად ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებენ. სადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება იმდენად ღრმად შევიდნენ დაპირისპირებაში რუსეთთან, შეიძლება მოხდეს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკი აიწიოს, ისინი ამას არ აკეთებდნენ. ერთი წლის განმავლობაში ტანკებს არ აძლევდნენ უკრაინას მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა. დღემდე თვითმფრინავებს არ აძლევენ სამხედროს მიუხედავად იმისა, რომ სჭირდება. ამიტომ აქ მორალისტობა, რა თქმა უნდა, არავის არ გამოვა საქართველოს მიმართ. საქართველოს ყველაზე მეტი აქვს ნაბრძოლი რუსეთის წინააღმდეგ. ყველაზე მეტი აქვს მათ შორის, როგორც არაწევრ ნატოს ქვეყანას გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ქართველ
ევროპულმა ხალხმა თავისი ყველა ომი იომა, როდესაც ეს საჭირო იყო. ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ თქვით ასეთი ფრაზა, რომ ეს არის ძლიერი პასუხი ოკუპაციაზე. რას ნიშნავს სტატუსი ოკუპაციის წინააღმდეგ? რა უთხრა ევროკავშირმა საკუთარი გადაწყვეტილებით რუსეთს? უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა უთხრა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და თანამოძმეებს, რომ მათი ადგილი ერთიან საქართველოს ფორმატში არის ევროკავშირში. სივრცეში, რომელიც არის ეკონომიკური კეთილდღეობის და მშვიდობის სივრცე. ეს პირველი მთავარი გზავნილი. ამავე დროს უთხრა, რა თქმა უნდა, რუსეთს, რომ საქართველო დღეს იქით და განსაკუთრებით, როდესაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, არის განიხილება ნაწილად ევროკავშირისა, ამიტომ ეს არ არის მიტოვებული პერიფერია, რომელზეც შეიძლება მხოლოდ სპონტანურად რაღაც რეაქციები გქონდეს. არამედ ეს საქართველოს უკვე არის ნაწილი საერთო ევროპული ოჯახისა, რომელიც პერსპექტივაში უკვე იქნება წევრი ამ ქვეყნისა და ასრულდება ის მონახაზი, რომელზეც მათ შორის გერმანიის კანცლერმა ისაუბრა, რომ ევროპა ეს არის სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. შესაბამისად, ეს არის გზა დეოკუპაციის. არ შეიძლება გკითხოთ მთავარ სადაუკითხვაზე, ვინ მიიღო სტატუსი, სახელმწიფომ, ხელისუფლება თუ ხალხმა? ეს არის ხალხი, რომლის წიაღშიც წარმოიშვა სულხან-საბა და ეს არის სულხან-საბა, რომელმაც გაკაფა გზა ევროპამდე. ეს არის ხალხი, რომლის წიაღშიც დაიბადა ილია ჭავჭავაძე და ეს არის ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ხელახლა მოუხდინა ამ ხალხის ფორმირება. ეს არის ხალხი, რომელმაც დაბადა ზვიად გამსახურდია და ეს არის ზვიად გამსახურდია, რომელმაც ამ ხალხთან ერთად მოიტანა დამოუკიდებლობა. ეს არის ხალხი, რომელიც არის წყარო ხელისუფლების და ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხის დაკვეთას აკეთებს. არის ძალიან კარგი სიტყვები აბრაამ ლინკოლნის ნათქვამი, რომელიც თქვა, რომ დემოკრატია და ხელისუფლება ეს არის ხალხის მიერ განხორციელებული, ხალხის სახელით და ხალხის საკეთილდღეოდ. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა ამის დაყოფის სისულელესთან ერთად დემოკრატიულ სახელმწიფოში არის უბრალოდ აჩვენებს, რომ ეს არის მცდელობა კვლავ რუსული ნარატივების გაყოლისა, როდესაც ცდილობენ რაღაც დაპირისპირებები შეიტანონ საზოგადოებაში. ეს შედეგი მოგვიტანა ერთობამ ქართველი ხალხისა, მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა, რომელიც თავის მხრივ ზრუნავს ხალხის დაკვეთის შესუნებას. ხალხზე აკეთებთ მთავარ აქციებს და ხალხი არის სწორედ კონსტიტუციის მთავარი წყარო, ხელისუფლების მთავარი წყარო და მთავარი ფუნდამენტი, ხო? ნებისმიერი სახელმწიფოსი სტატუსი, რომელიც ქვეყანა მიიღო, რაც შეცვლის ნებისმიერი ქართველის თითოეული ქართველის ცხოვრებაში. სტატუსს რა ღირებულება აქვს ახლა ხალხისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროპას იღებენ როგორც უკეთეს ცხოვრებას, კეთილდღეობას, მათი უფლებების უკეთ დაცვას. ხალხისთვის რა იცვლება ამ სტატუსით? უფრო მკაფიო ხდება პერსპექტივა. ის მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს ჩვენ მათ შორის ჩვენი კონსტიტუციით, ხდება უფრო მკვეთრი არის, ასე ვთქვათ, კონტურები ამ მიზნისა და შესაბამისად უფრო რეალისტური ხდება ამ მიზნის მიღწევა. რაც შეეხება უშუალო გავლენას, ეს იქნება ეტაპობრივი და მათ შორის ძალიან მიხარია, რომ ევროპელმა ლიდერებმა დაიწყეს უკვე საუბარი იმაზე, რომ გაწევრიანების პროცესი არ უნდა იყოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყანა რაღაც ვალდებულებებს ასრულებს და რაღაც 10 წელების პერსპექტივაში შეიძლება გახდეს წევრი და აი ბოლოს რომ ივა ფინალში იქ გაიშლება სულად ის კეთილდღეობის თუ სხვა ბენეფიტები, რომელიც ევროკავშირს აქვს და მიდგომა დღეს არის ამ სარგებლობებთან დაკავშირებით, რომ თავად ამ პროცესში ეტაპობრივად ქვეყნები რომ გახდნენ მონაწილე ამ სარგებლისა. ერთი წლის წინ მქონდა თქვენთან ინტერვიუ და ამ ინტერვიუში ჩვენ საუბრობდით და მე კითხვის გისვადით იმის თაობაზე, როგორ ხედავდით 12 რეკომენდაციის შესრულებას, მიიღებდა თუ არა ქვეყანას სტატუსს და რა ელოდებოდა მომავალ ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ თუ ჩვენ გვექნება ისევ ინტერვიუ, რას მეტყვით, მიიღებს ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მწვანე შუქს ევროპისგან? კარგი რომ გამახსენეთ ეს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ოცნება და სწორედ ქართული ოცნება გახლავთ რა თქმა უნდა ჩვენი ოცნება რომ ვიყოთ ნაწილი ევროპული ოჯახისა. ჩვენ ახლა ვიყავით დარბაზში, სადაც 9 აპრილის ფოტო კოლაჟიც არის. მაშინ როგორ ალბათ რთული იყო ოცნება დამოუკიდებელ ქვეყანას გავიდა დრო და ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. შემდეგ რამდენად რთული იყო ოცნება ევროკავშირთან რაღაცნაირ სიახლოვეზე გავიდა დრო და ჩვენ გვაქვს უკვე
თითქმის კანდიდატის სტატუსი. ეს ოცნებები, ქართული ოცნებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ ოცნებების ახდენას უნდა ემსახურებოდეს ყველა ხელისუფლება და შესაბამისად შემდეგი ეტაპი ამ ოცნების აღსრულებისა არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა. მიზანი არის თუ არა ის, რომ 2030 წელი, რომელიც დასახელდა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, იმ გაფართოებაში მოხდეს საქართველო. ალბათ ბედისწერაა, რომ ქართული ოცნების მიზანი 2030 და ევროკავშირის მიზანი 2030 ასე დაემთხვა ერთმანეთს და ალბათ ეს არ არის მხოლოდ დათხოვა, არამედ არის ბედისწერა. მაგრამ მჯერა, რომ ქართული ოცნება იქნება სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2030-ში საქართველოს მიიყვანს ევროკავშირში წევრობამდე. მნიშვნელოვანი არის, რომ ევროკავშირმა გააცნობიერა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად, რომ მნიშვნელოვანი არის გადაიაზროს გეოპოლიტიკური როლი რეგიონში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მხრიდან ეს იქნება ქართული ოცნება, რომელიც ამოცნებას აუსრულებს ქართულ ხალხს. ძალიან დიდი ვადახარ გამოვა ქართულ ოცნებას. მთავარი არის ოცნება, კონდეს ცხადი და მთავარი არის, რომ კონდეს ყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც უნარი ამ ოცნებების აღსრულების და დღემდე 11 წელმა გვაჩვენა, რომ ყველა პირობა, რომელიც დადო ქართულმა ოცნებამ, ყველა პირობას ასრულებს და ვფიქრობ, ქართული ხალხი ამას ხედავს. დიდი მადლობა. ევროპა ნიშნავს ხარისხს და როგორც ვიცი შალვა, შენ გაქვს სწორედ ქართული ღვინის ხარისხზე დღეს მომზადებული საკუთარი მასალა, რომ გითხრათ რას ეხება და რაზე